თავიდან მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ღონისძიება და ეს საპროტესტო მანიფესტი ტარდება ქალაქში, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირმა 30 მილიონით დააფინანსა. მე ვთხოვ ოპერატორს თქვენ გაჩვენოთ მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ოზურგეთის თეატრალური მოედანი, რომელსაც ეხლა თქვენ კარში ხედავთ და რომლის რეაბილიტაციაში როგორც გითხარით ევროკავშირის დროშა. თუმცა რატომ გავამახვილე ყურადღება ამ ყველაფერზე? ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც ღიად თქვა უარი ქართულმა ოცნებამ ევროპულ კურსზე და მომავალზე, აი თეატრალურ მოედანზე, სადაც იყო ევროკავშირის დროშა გაშლილი, აი ესე გადააკრეს ევროკავშირის დროშას საგანგებო ბანერი. ხედავთ რომ ჩამოფარდა და მეორე მხარეს არის საქართველოს დროშა. აი ეს ხდება იმ ოზურგეთში და იმ ქალაქში, სადაც როგორც გითხარით 30 მილიონი ევრო მხოლოდ რეაბილიტაციისთვის დახარჯა ევროკავშირმა. თუმცა ქართულ ოცნებას როგორ არ უნდა ევროკავშირი და ეს ყოველთვის დამოვა, მინიმუმ ეს ბანერიც გეტყვით. რაც შეეხება მიმდებარე ვითარებას და სიტუაციას. ეხლა თქვენ კადრში ხედავთ ახალი თეატრის მსახიობებს, რომლებიც ემზადებიან ღონისძიებისთვის, რომელიც 6 საათზე დაიწყება და მანამდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც შენს დაანონსე არის ის, რომ ამ საპროტესტო მანიფესტს უერთდებიან ოზურგეთის თეატრის მსახიობები. ეს მარტივად რო ვთქვათ, არ არის მარტივი გურულებისთვის, იმიტომ რომ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი არის ის ადამიანი ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც წელიწად ნახევრის წინ, მაშინ როდესაც დავით დოიაშვილმა ოზურგეთში სპექტაკლი ჩამოიტანა, სცენიდან ამბობდა, რომ დოიაშვილი ის პიროვნებაა, რომელსაც მამაკაცის გენიტალიებში უნდა ენაცვალოს. ეს არის სიტყვით უბრალოდ მე კულტურული ფორმით გითხარით, რაც ვასილ ჩიგოგიძემ სცენიდან გააჟღერა, თუმცა მას შემდეგ ის პირადად დაკავდა მსახიობების ბულინგით და არნახული შეურაცხყოფით. თუმცა ამის მიუხედავად ოზურგეთის თეატრის მსახიობები, იმ თეატრის, რომელიც ითვლება, რომ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ქართული ოცნების, თუმცა მანამდე იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიური მხარდამჭერები, მათი მსახიობები დღეს შეუერთებენ ამ მანიფესტს. ერთ-ერთი არის ვახო ჩხარტიშვილი, რომელსაც ჩვენ ხა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. არ არის მარტივი, ჩვენს მაყურებელს უყვებოდით იმ მოცემულობით და იმ ისტორიით, რაც ოზურგეთის თეატრმა ბოლო წლებში სამწუხაროდ, ესე ვთქვათ, დანერგა, იდგეს დღეს საპროტესტო აქციაზე, ვთქვათ. რა იქნება თქვენი სათქმელი და რამდენად ელით შემდგომ რეპრესიებს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს არ სულ დიდი ხნის წინ ოზურგეთის თეატრში დაწყებული რეპრესიები. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გურიიდან სალამი ხალხო. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში მე პირადად ვახო ჩხარტიშვილი ვარ მოქალაქე, ამ ქვეყნის შვილი და აქედან გამომდინარე ჩემთვის უზენაესი არის სამშობლო, რა თქმა უნდა და მე აუცილებლად ამ სამშობლოში მჭირდება თავისუფლება, რამე თუ მე თავისუფლების გარეშე ვერ წარმომიდგენია ხელოვნება და აი ამიტომ ვდგავარ ახლა დღეს აქ. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში ეს დიქტატორული რეჟიმი. და განთავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც ტყუილ უბრალოდ ყავთ ციხეში გამომწყობლები და ქალი, რომელიც უკვე თითქმის ერთი თვეა ქალბატონი მზია შიმშილობს და თითქოს არაფერი ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ასეთი მოქცევა არ ვიცი, რამე არ მახსოვს არასოდეს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში საქართველოს რა. მადლობა თქვენ გამბედაობისთვის, თქვენს წარმოადგენთ ოზურგეთის თეატრს და კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, რომ დღეს აქ დგომა არ არის მარტივი იმ რეპრესიების ფონზე, რაც თეატრში დაიწყო ვასილ ჩიგოგიძემ, ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ ქონდა ამის პრაქტიკულა და ქონდა ჩვენ სიუჟეტებიც ამ თემასთან დაკავშირებით. რა იქნება დღეს თქვენი სათქმელი და რატომ უერთდებით ახალი თეატრის მანიფესტს? მოგესალმებით პირველ რიგში და ჩემი სათქმელი არის ის, რომ ხელისუფლებას უნდა შეეძლოს პირველ რიგში ხალხთან საუბარი და დღევანდელი ხელისუფლების სასაუბრო ენა არის ცემა, დაშინება, ციხე და ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ოზურგეთის თეატრის მსახიობები აქ ვდგევართ და არ გვეშინია. იმედი მაქვს გურულები გამოვლენ და გააპროტესტებენ ბოლომდე იმ რეჟიმს, რაც სამარცხვინოა. ნამდვილად სამარცხვინო რეჟიმია, უამრავი ადამიანია დაპატიმრებული, მზიამაღლობელი ციხეში შიმშილობს და ამ დროს მართლა რაღაც უაზრო განცხადებებს ვისმენთ ქართული ოცნები და აი ხა ვართ იმ ქალაქში, რაც მაყურებელს უყვებოდა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით არის გარემონტებული და როგორ იქნება თქვენი სათქმელი და ასევე ძალიან საინტერესოა მართლა გულწრფელად, რამდენად უსაფრთხოა დღეს თქვენი აქ დგომა, რას ფიქრობთ ამაზე? ჩემთვის უსაფრთხოა, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის მარტივია, ვიდგე იქ, სადაც ვფიქრობ, რომ უნდა ვიდგე და ჩემი აზრით დღეს არ აქვს მნიშვნელობა პოზიცია, ანუ ვის მისცა ხმა დღეს ამ უსამართლობის წინაშე, ვისთვისაც არ უნდა მიგეცა ხმა, უნდა ადგე და უნდა თქვა.
უნდა წახვიდეთ ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ და მაგიტო გევართ ჩვენი კოლეგები ჩამოვიდნენ და ეს არის მაგალითი, რომ ჩვენ ყველა გავერთიანდეთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ ერთმანეთს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. მადლობა. ოთარ რევიშვილსაც ვკითხავ რამდენიმე სიტყვას. ის სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც აქტიურად დგას საპროტესტო აქციებს და მარტო ოზურგეთში არა. ჩვენ ახლა მაყურებელს უყვებოდი და სხვათა შორის ვანახეთ ის ბანერი ევროკავშირის და საქართველოს დროშებს როგორ გადააკრეს სხვადასხვა პლაკატები. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე განცხადება შევიდა, კანონი იყო დარღვეული. ქალაქი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით არის და ჩვენ აქ დგას მსახიობები, რომლის ხელმძღვანელიც ყველა მთავრობას მოერგო და რომელი ამ მსახიობებით დგანან დღეს საფრთხის ქვეშ, თუმცა მაინც დგანან. რა იქნება დღეს თქვენი საპროტესტო ნოტა? ხელისუფლებამ არა მარტო ევროკავშირის დროშას გადააკრა რაღაცა. რეალურად უარი თქვა საერთოდ ჩვენს დასავლურ ინტეგრაციაზე და ჩვენი ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ. დღევანდელი მთავარი სათქმელი არის ის, რომ თავისუფლება თითოეულ რეჟიმის პატიმარს, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც ამდენი ხანია შიმშილობს და თითოეულ იმ ადამიანს სოლიდარობა მინდა გამოუცხადო, რომელიც რეჟიმმა აწამა ამ მწვალებელმა რეჟიმმა. და ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მინდა თავისუფალ თეატრს, ახალ თეატრს გადაუხადო, რომ აი რეგიონულ ტურნეს აწყობს და თითოეულ რეგიონში თითოეული ადამიანის პროტესტი, თითოეული ადამიანის დაფიქსირებული პოზიცია და გაპროტესტება იმ უმსგავსობის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. მე ეხლა დავინახე ნანამ გალობლიშვილი, ეს არის პედაგოგი სამრევლო სკოლიდან, ჩოხატაურიდან ჩამოვიდა. როგორც მივხვდი, მოგესალმებით ქალბატონ ნანა, პირდაპირ ეთერში ვარ, როგორც მივხვდი, ჩოხატაურიდან ჩამოხვედი დღეს ამ საპროტესტო მანიფესტში მონაწილეობის მისაღებად. რატომ არის აუცილებელი დღეს აქ დგომა და რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ მანიფესტის ესე რეგიონებში ჩატანა? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი არ უნდა შეეგუოს უსამართლობას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლება არ არის უსაზღვრო, ის შეზღუდულია კანონიერებით, სამართლიანობით, ზნეობით და როდესაც ძალაუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს, უღდავს მის თავისუფლებას უკანონოდ, ფეხქვეშ თელავს ადამიანის ღირსებას, მოვალეობაც არის მორალური ჩვენი, რომ გამოვხატოთ პროტესტი ამის წინააღმდეგ. სახელმწიფოს ინსტიტუციები უპირველეს ყოვლისა უნდა იცავდეს პიროვნების თავისუფლებას, მის ღირსება, პიროვნების მისთვის ძირეული ფასეულობა უნდა იყოს, უნდა იცავდეს მის კეთილდღეობას, ბედნიერებაზე უნდა ზრუნავდეს და არა პირიქით და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ნებისმიერის უფლებებზე უნდა ზრუნავდეს მისი პარტიული მიკუთვნებულობის გარეშე და მიკერძოებული არ უნდა იყოს და მხოლოდ ვიწრო მორალური ცნობიერების და ეთიკური ცნობიერების არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანის მიმართ უნდა იყოს სოლიდარული და დღეს ვდგავარ აქ და მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ქალბატონ მზიას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობენ იდეები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეზე მეტი არის, არსებობენ ღირებულებები, რომლისთვისაც ღირს თავის დადება და ნებისმიერი ეპოქის ადამიანს ნებისმიერ დროს აღაფრთოვანებდა იდეალებისთვის ერთგული ადამიანი და კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ციხე ვერ გაქცევს პატიმრად, მან შეიძლება მხოლოდ შენი ქცევის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ თავისუფლება მზიას. დიდი მადლობა. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ესეთია ის მოთხოვნები, რომელსაც აყენებენ ადამიანები უკვე ძალიან დიდი ხანია. მე კიდევ ერთხელ დაგათვალიერებინებ თქვენ ოზურგეთის თეატრალური მოედანს, ეგრეთ წოდებულ ჭადრების ბაღის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მსახიობები გადიან რეპეტიციას. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი. მსახიობების ნაწილს თქვენ ხედავთ სცენაზე, ნაწილი მოგვიანებით შემოუერთდებიან და როგორც ყველა ამბობს, დღეს აქ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება, უკვე იკრიბებიან ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები. მოკლედ აი ესეთია ვითარება აქ ამ წუთებში ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, იქ სადაც ძალიან უნდათ რომ არისმოდეს საქართველოს ევროპული მომავლის ხმა, იქ სადაც ევროკავშირის დროშები აი ესე პლაკატებით არის გადაფარული, იქ მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით ევროკავშირის დაფინანსებით არის ამ ქალაქის განვითარება და რეაბილიტაცია განხორციელებული და როგორც ისმენდით და გითხარით ოზურგეთის თეატრის მსახიობები მიუხედავად იმისა, რომ მათი ხელმძღვანელი არის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რეპრესიებს აანონსებს სხვადასხვა მსახიობების, მათ შორის დავით დოიაშვილის გვერდზე შედის და რა ყველანაირ ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიბინძურეს წერს, მაინც არსებობენ ამ ქალაქშიც ადამიანები, რომლებიც დღეს თეატრის მანიფესტს სცენიდან შეუერთებიან, დანარჩენები კი იდგნებიან აქ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რეჟიმის ძალადობას და მოითხოვენ უკანონო პატიმრების თავისუფლებას.